როგორია ოცნების მესიჯბოქსი ვიქტორ ორბანის მარცხზე. ოლიგარქის პარტია პეტერ მადიარის პირველ განცხადებებს ფრთხილი თითქმის იძულებითი კმაყოფილებით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის მომავალი პრემიერი საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას აანონსებს, მისი გზავნილი ოცნებისთვის მაინც საგანგაშოა. მადიარი წერტილს უსვამს ორბანისეულ პოლიტიკურ მფარველობას და აცხადებს, რომ უნგრეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა. თუკი აქამდე ბუდაპეშტი თბილისის რეჟიმისთვის ევროკავშირში სანქციებისგან დამცავ ფართს წარმოადგენდა, პეტერ მადიარის სიტყვები ამ პრაქტიკის დასრულებას ნიშნავს. ნინი ბალანჩივაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დიახ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას დღეს ქართულ ოცნებას შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულობა აკლია, თუმცა სავარაუდოდ აქ განსხვავებული იქნებოდა ქართული ოცნების განწყობა და პოზიციები იმ შემთხვევაში, რომ გაემარჯვა ვიქტორ ორბანის პარტიას, ვინაიდან სწორედ ვიქტორ ორბანი იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ქართული ოცნებისა ბოლო პერიოდის განმავლობაში და სწორედ ირაკლი კობახიძეც ყველაზე ხშირად ჩადიოდა უნგრეთში მასთან ოფიციალური ვიზიტებით და ქართული ოცნება ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ ერთნაირი ფასეულობები აქვს ამ ორ ქვეყანას და ვიქტორ ორბანი არის სწორედ უნგრეთის წარმომადგენელი, რომელმაც არაერთი გადაწყვეტილება დაბლოკა, მათ შორის ევროკავშირში უკრაინასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებითაც, როდესაც საქმე ეხებოდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებას, ყოველთვის წინააღმდეგი იყო სწორედ ვიქტორ ორბანის უნგრეთის. შესაბამისად კითხვა არის ძალიან ბევრი ქართულ ოცნებასთან, როგორ გრძელდება ახლა ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებში და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართულ ოცნებაში თავშეკავებულები არიან, ფრთხილ ოპტიმიზმთან დაკავშირებით საუბრობენ, რომ დაელოდებიან ისინი ახალი ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯებს და იმედოვნებენ, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება, როგორც ამ შემთხვევაში იყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა კითხვა არის ძალიან ბევრი, მაგალითად ორბანის 16 წლიან მმართველობასთან დაკავშირებით იყო თუ არა ის დიქტატორი, ვინაიდან ჩვენ ვიცით უკვე განცხადებები, რომელიც გააკეთა პეტერ მადიარმა, რომ დაასრულა 16 წლიანი რეჟიმი უნგრეთში. დღეს ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რეჟიმი ნამდვილად არ იყო და ვიქტორ ორბანის მადლიერები არიან ბევრ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კითხვები არის მათ შორის იმ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთ-ერთში იმეორებდა ქართული ოცნება. ვიქტორ ორბანის წინა საარჩევნო პროპაგანდას მსგავსი იყო, როგორც ევროკავშირთან დაკავშირებით, ასევე ომში ჩართვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს კითხვები დაუსვით ჩვენ ქართულ ოცნებას, ახლა გაიმარჯვა თუ არა დიპ სტეიტმა უნგრეთში და რა საფრთხეებს ხედავენ ომის ნაწილთან დაკავშირებით. დღეს ოცნების დეპუტატები პასუხობენ იმას, რომ სავარაუდოდ არსებობდა ამ მიმართულებით საფრთხეები და უნგრელმა ხალხმა ვერ გაითვალისწინა ეს საფრთხეები, მაგალითად ლევან მაჭავარიანის პოზიცია ასეთი იყო. სხვა ჩვენს კითხვებზე რას პასუხობენ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები, მაყურებელს ახლა შეუძლია რომ პირდაპირ ეთერში მოისმინოს. უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხარით თქვენ უნგრეთში იმყოფებოდა? დარღვევები იყო თუ არა უბანზე? რა შეგიძლიათ რომ ეუთოს განცხადება მოისმინოთ? ხო, აკვირდებოდით. ეუთოს პარკში ვიყავენ. ბრიუსელი ჩაერია არჩევნებში? ამაკაც უკვე ვთქულად გიხარიეთ, რეალურად შვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეც. მაგრამ იქ რო ახვალთ მე განსხვავებული პოლიტიკა ექნება მას ვიქტორ ორბანისგან ბატონო. ხო არ ერთად ხო არ ვივლით ეხლა. სავარაუდოდ სანქციები უფრო განკაცდება ევროკავშირში. დიქტატორი იყო თუ არა ვიქტორ ორბანი? არა, რა თქმა უნდა, დიქტატორი ყოფილიყო, არჩევნები როგორ ჩატარდებოდა, როგორ დამარცხდებოდა. რეჟიმი დავასრულეთ, ასეთი სიტყვები მოვისმინეთ ჩვენ მადიარის. ნუ ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ქართული ოცნების მიმართულებითაც სიტყვა რეჟიმი და ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გვესმის ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიტყვები არის, მე არ. წინა საარჩევნო კამპანია უნგრეთის პრემიერის ამ შემთხვევაში იყო თითქმის იდენტური, რაც ჩვენ გვესმის ქართული ოცნების მხრიდან. თუ იგივე იყო გზავნილების, სავარაუდოდ უნგრელმა ხალხმა ვერ დაინახა ის საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ბატონი ორბანი საუბრობდა. ჩვენ შემთხვევაში ქართველებმა ძალიან კარგად აღიქვეს ის საფრთხეები, რა საფრთხეების წინაშე ჩვენი ქვეყანა იდგა, სამწუხაროდ დღესაც დგას და ამ საფრთხეების გადამზღვევად ჩვენს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას მიაჩნია მხოლოდ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ომის საფრთხე იყო, ანუ ამ შემთხვევაში ორბანის დამარცხებით შესაძლოა რაიმე საფრთხე შეექმნას უნგრეთს? არა, თუ თქვენ მე ომზე მეკითხებით, ომზე გაგიცით პასუხი. ერთადერთი მოკავშირე იყო ქართული ოცნების ვიქტორ ორბანი. სადივლით შეხვედრა. ახეთ როგორი ბოროტი კითხები გაქვთ, მაგრამ მე გიპასუხებთ. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება მივესალმებით.
ჩვენ გავაგრძელებთ უნგრელ ხალხთან მეგობრობას, თქვენ კიდე გავაგრძელებთ მისი წყალი გადაგსმოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ქართული ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ არის მიმართული და თქვენ კიდე გავაგრძელებთ განსხვავებული პოლიტიკა ექნება, ვიდრე ქონდა და ძალიან კაფეო განცხადება. ძალიან კაფე განცხადება. გადაწყვეტილება მიიღო უნგრელმა ხალხმა და რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივი ვნოცეთ, თუმცა ბრიუსელი ჩაერია ამ არჩევნებში. ნახეთ, ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ავარჩევნებზე იყო, უნგრეთში მანამდე არ ყოფილა. ამას თავად ანალიტიკოსები აღიარებენ, იმიტომ რომ ამ deep state-მა გაიმარჯვა. პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტი ვინც გაიმარჯვა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც იქნა მოვალ პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის რომ იგივე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩასული, იყვნენ სხვა ლიდერები, ეს იმას ნიშნავს, რომ გარედან სურვილი ჩარევის იყო. ჩვენ დღეს ვცადეთ კითხვები დაგვესვა ოცნების იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც დამპირობლად იმყოფებოდნენ უნგრეთში, თუმცა ისინი თავს არიდებენ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. პრინციპში ტენდენცია დღეს ასეთი არის ოცნების პარლამენტში, ან პასუხობენ ფრთხილი ოპტიმიზმით, რომ ურთიერთობები გაგრძელდება ისევ როგორც იყო ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში, ან საერთოდ გაურბიან ჩვენს კითხვებს, თუმცა ძალიან საინტერესო არის როგორ განვითარდება პროცესები, რა პოლიტიკა ექნება ქართულ ოცნებას უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა უნგრეთში, გადაწყვეტილებების შესაბამისი იქნება სავარაუდოდ, მათ შორის ეს გავლენას იქონიებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე, საქართველოსთან დაკავშირებით, მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ქართული ოცნება, როგორც უკვე გითხარით, წინასწარ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ საუბრობს, საერთო message box-ი ბიძინა ივანიშვილის გუნდში არ არსებობს და ისინი ამ საკითხს ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებიან.